კატარი ზედმეტად დამოკიდებული გახდა ბუნებრივი აირის გაყიდვებზე. ამიტომ ერთ დღეს რომ ბაზარი ჩამოშლილიყო ან მის ტერიტორია შექმნოდა საფრთხე, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ახლო აღმოსავლეთი გეოპოლიტიკურად ტურბულენტური ზონაა, ის ისევ ხარი ცარიელ ნახევარკუნძულად გადაიქცეოდა. მაგრამ კატარმა ჭკვიანური დიპლომატიით შეიქმნა უსაფრთხოების გარანტიები. 1996 წელს სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატების მეთაურობით ქუვეითი სადამ ჰუსეინის ერაყისაგან გათავისუფლდა, კატარმა ამერიკას ნება დართო თავის ტერიტორიაზე განეთავსებინა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც დღემდე შეერთებული შტატების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში. ამით კატარი პატარა ნავთობდამოკიდებული ქვეყნიდან გადაიქცა ამერიკის მნიშვნელოვან მოკავშირედ. სანაცვლოდ კი ამერიკამ მიიღო სტრატეგიული ბაზა, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში საჰაერო თავდასხმას მარტივად განახორციელებს სირიაზე, ერაყზე, ირანზე, ავღანეთზე და სხვა მიმდებარე სახელმწიფოებზე. ეს ბაზა ასევე ახლოსაა ჰორმუზის სრუტესთან, სადაც მსოფლიო თხევადი ბუნებრივი აირის მოხმარების 20-25% გადის. მის გადაკეტვას კი დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ნავთობის მომარაგების ჯაჭვისათვის. ამიტომ წარმოიდგინეთ რეაქცია დოჰაში, როცა ამერიკის მოკავშირე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 სექტემბერს ადგილობრივი სახელმწიფო მოხელე გარდაიცვალა. ეს კი იმ დროს, როცა კატარი ისრაელსა და ჰამას შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებას ცდილობდა. This aggression is in fact a blatant, treacherous and cowardly act, and it is impossible to deal with such a degree of cunning and betrayal. შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო იყო დონალდ ტრამპიც. I was very unhappy about it. Very unhappy about every aspect, and we got to get the hostages back. ამ ფონზე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს ბოდიშის მოხდაც მოუწია 2025 წლის 29 სექტემბერს თეთრსახლში დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, sadაც მხარეებმა ახალ გრძელვადიან გეგმაზე ისაუბრეს ღაზას სექტორში ომის მოსაგვარებლად. Israel was targeting terrorists, wasn't targeting Qatar, and of course we regretted the loss of the Qatari citizen, wasn't our target.